აქ უკვე ჩვენ ხედავთ ის ორი სახელმწიფო როგორ თამაშობს ერთის მხრივ საერთაშორისო ასპარეზს და მეორეს მხრივ შიდა პოლიტიკური და სამხედრო გაძლიერებით. აი ამ დინამიკიდან სრულიად ამოვარდნილი არის საქართველო, იმიტომ რომ საქართველო ერთის მხრივ რეალურად ობიექტურად ყველაზე სუსტი არის შეერაღებული ძალების შესაძლებლობების და რაოდენობის გათვალისწინებით რეგიონში, ხოლო მეორეს მხრივ მას არც არანაირი, ასე ვთქვათ, ნიშანწყალი აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ გეგმებში, სამომავლო გეგმებში რადიკალურ ცვლილებას შეერაღებული ძალების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ, ასე ვთქვათ, ინდიკაციას იმისა, რომ საქართველოს ცდილობს თავი საერთაშორისო გარანტიების თვალსაზრისით უსაფრთხოების კონტექსტში, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების კონტექსტში, სომხეთის და აზერბაიჯანის მსგავსად ესეთი რაიმე სახელმწიფოს მოძებნას, პირიქით საქართველო ეხლა ყველაზე მარტო პრაქტიკულად ჩვენ არავინ არ გვყავს, რომ მიმოვიხედოთ ეხლა ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა ვიყოთ ჩვენი მეზობლების და სხვა სახელმწიფოების კეთილნებაზე დამოკიდებული, რომ მათ არ ექნებათ არანაირი აგრესიული გეგმა ჩვენს მიმართებაში. სამწუხაროდ მსოფლიო ესეთი არ არის, მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ხუთ რამდენიმე წუთის წინ, რომ 2026 წელი იქნება გაცილებით სახიფათო, გაცილებით კონფრონტაციული და ამ გარემოში თუ ჩვენ არ აგვაქვს მყარი გარანტიები უსაფრთხოების და სახელმწიფოებრიობის, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მოწყვლადები. მათ შორის არავინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფრაზას, რომ არ არსებობს მსოფლიოში მუდმივი მეგობრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები სახელმწიფოსი და ეს ფრაზა მოქმედებს როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენი უახლესი მეზობლებთან მიმართებაში.